მოგესალმებით, მე ვარ ნია ხაჭაპურიძე, ქალი მეწარმე ძამას ხეობიდან. 2019 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავ სოფელში და გამეხსნა ოჯახთან ერთად საოჯახო სასტუმრო ბოკნეთი. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ სამეწარმეო საქმიანობა შესაძლებლობას აძლევს სოფლად მცხოვრებ ქალს განავითაროს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს და იმასთან ერთად მუდმივად განიცადოს პიროვნული ზრდა. საქართველოში, კონკრეტულად კი რაიონებში ძალიან მნიშვნელოვანი არის სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება, რადგან ქალი წარმოადგენს ძირითად სამუშაო ძალას და ის ქმნის მეტნაკლებად ძლიერ ოჯახს და დოვლას ოჯახში. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურად მყარად მდგარი ქალი ბევრად დამოუკიდებელია და შეუძლია გაუმკლავდეს ბევრ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას, მათ შორის ძალადობას და ასე შემდეგ. საქართველოში მცხოვრები ქალი მეწარმეებისთვის გარემო პირობები ნაკლებად მდგრადია, თუ შევადარებთ, თქვათ, მამაკაცის შესაძლებლობებს, იქიდან გამომდინარე, რომ ქალებს ძირითადად უწევთ საკუთარი შრომით, საკუთარი რესურსებით კაპიტალის შეგროვება და ბიზნესის დაწყება. აქ აღსანიშნავია და ხაზგასაცმელია ის, რომ უმეტესობას სამწუხაროდ დღესდღეობით არ გააჩნია პირადი ქონება, თუნდაც მიწის ნაკვეთი და ასე შემდეგ ხელშეწყობა ოჯახიდან ან სხვა გარემოებიდან, რომელიც მას უფრო მეტ სტიმულს მისცემს, რომ შექმნას, დააგროვოს და წამოიწყოს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა. გარდა მაგისა, რომ ფინანსური მდგრადობა არ აქვს, ასევე მნიშვნელოვანია ის სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ქალის საქმე არ არის ბიზნესის შექმნა, წარმოება და ქალის საქმეთ მიიჩნევა უფრო საოჯახო საქმიანობების კეთება. აქედან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს ამ ჩარჩოების და ამ ბარიერების რღვევა. ჩვენ შეგვიძლია და მუდმივად რატომღაც კონკურენციაში გვაყენებენ მამაკაცის შესაძლებლობებთან და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორია. მნიშვნელოვანია აქ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ქალ მეწარმეზე, კონკურენტად არ დაუყენოთ მამაკაცი, რომელსაც გარემო პირობები, თუნდაც ოჯახური პირობები უფრო მეტად უწყობს ხელს და აღზრდის სტილიც, რომ შექმნას, განავითაროს ან დაიწყოს სტარტაპი, ჩვენ ამ ყველაფრის კეთება გვიწევს საკუთარი რესურსებით და თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს და წინააღმდეგობას. ქალ მეწარმეებს წარმატების მიღწევაში ეხმარება ფინანსური განათლება, რადგან მნიშვნელოვანია საქმიანობის დაწყების პროცესში, რომ ჩვენ ზუსტად გავთვალოთ ის რისკები, ხარჯები და შემოსავლები, რომელიც უნდა მოგვიტანოს ამ კონკრეტულმა საქმიანობამ. აქედან გამომდინარე, დამწყებებისთვის და სტარტაპებისთვის ძალიან ამარტივებს ფინანსური განათლება ამ პროცესის დაწყებას. აი, მაგალითად, საქართველოში არსებობს ბევრი საგრანტო კონკურსი, სადაც შეუძლიათ, რომ ქალებმა მონაწილეობა მიიღონ და დააფინანსონ თავის ბიზნეს საქმიანობა, ან დაფინანსება მოიპოვონ. და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ფინანსური განათლება, რომელიც დაეხმარებათ ბიზნეს გეგმის სწორად შედგენაში, ხარჯების სწორად გათვლაში და ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება, რომ საბოლოოდ მიაღწიონ წარმატებას საკუთარ სტარტაპში. პირველ რიგში თავდაჯერებულები იყვნენ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, იმიტომ რომ ეს ცვლის არა მხოლოდ სამყაროს ჩვენს გარშემო, არამედ ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ, რადგან თუ ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით იმ საქმიანობის წარმატებაში, რომელსაც ვემსახურებით, სხვა ადამიანებისთვისაც შეგვიძლია, რომ შევცვალოთ სამყარო. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა არის ის, რომ მუდმივად იზრუნონ თვითგანვითარებაზე, რადგან სამყარო ვითარდება და შესაბამისად ადეკვატურ ქცევას მოითხოვს ჩვენგან. თუ არ შევცვლით ქცევას და დამოკიდებულებებს, ვერ ჩვენი ბიზნესი და ვერ ჩვენ როგორც ინდივიდი და პიროვნება ვერ ვიქნებით წარმატებული. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუდმივად იყვნენ ჩარჩოების ღვევის პროცესში, რადგან ეს უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ქალებს, რომ ვიყოთ უფრო მეტად შემდგარი, წარმატებულები და საკუთარ თავზე დამოკიდებულები, რადგან ის, რომ განსხვავებულად აკეთებ რაღაც კონკრეტულ საკითხს, შეიძლება სხვებში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდეს, მაგრამ როდესაც ფიქრობ საკუთარ შესაძლებლობებზე, ხვდები თუ რამდენად ძლიერი ხარ და რამდენად მეტი საქმე შეძელი გაგიკეთებინა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და შემდგომ უკვე ქვეყნისთვის.